საყდისი ყაჩაღიანინ გრება კანონის სახელით. ამ სახელწოდების კვლევა წარმოადგინეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. კვლევაში ორგანიზაცია რამდენიმე კანონდარღვევაზე საუბრობს. ახალგაზრდა იურისტებს მიაჩნიათ, რომ საეჭვო გარემოებებში მოხდა ძეგლის დაზიანება და შესაძლოა ეკუთვნებოდეს ბუნდოვანი საინვესტიციო ინტერესები. საიაში ამბობენ, რომ 2013-15 წლებში კომპანია RMG-ის საქმიანობით საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. ძეგლის სტატუსის მოხსნის დროს მნიშვნელოვნად დაიღო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, კერძოდ არ იყო ჩართული დაინტერესებული მხარეები ამ პროცესში, საუბარია ეროვნულ მუზეუმზე, საუბარია ქართულ გემოვნულ-არქეოლოგიურ ჯგუფზე. გადაწყვეტილებები მიიღებული იყო სპონტანურად, დროებით მცირე მონაკვეთში, მაგალითად სახით რომ მოვიყვანოთ მარტო 12 დეკემბერს 17 მოქმედება და 4 გადაწყვეტილება არის მიიღებული. ამ კვლევის შედეგების წარდგენა იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი საზოგადოებისთვის იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩვენ არ უნდა დავანგრიოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და პირველ რიგში ეს არის ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს დღევანდელი მთავრობის ვალდებულება.